მოგესალმებით, დავიწყოთ Business Insider-ი, ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეები და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მხრიდან, სადაც მოსახლეობის რიცხოვნობის მაჩვენებელთან დაკავშირებით მივიღეთ ინფორმაცია 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა შეადგინა 3.929.591 ადამიანი, რაც 2014 წლის აღწერის მონაცემებთან შედარებით 5.8%-ით მეტია, რაც რა თქმა უნდა ცალსახად მისასალმებელი ფაქტია. ამ თვალსაზრისით ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2024 წლის მოსახლეობისა სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩაატარა. ეს პერიოდი არის 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში და აღწერამ მოიცვა მთელი ქვეყნის ტერიტორია ცხადია ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრების საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არ მქონე პირები. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ გარკვეულ დიაგრამებს ამ თვალსაზრისით და ძირითად მიგნებებს, რომლებიც წარმოვადგინეთ. პირველი გრაფიკა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ შევხედავთ ამ შემთხვევაში ვითარებას დაკავშირებულ სწორედ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის და ამ კუთხით ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობის წარმოდგენა გამომდინარე 84.1%, რაც კიდევ ერთხელ პლუს 2.5%-ია ბოლო 10 წლის განმავლობაში არის ეროვნებით ქართული. ეს მაჩვენებელი ბუნებრივია თუაში კიდევ ერთხელ საქსტატის მხრიდან ძალიან სკრუპულოზურად, ძალიან დაზუსტებულად წარმოდგენილი ინფორმაციის მაჩვენებელია, რაც ცხადია საინტერესო სურათს იძლევა. ასევე შეგვიძლია ვნახოთ შემდგომი გრაფიკა, რომელიც უკვე გვაძლევს დაკვირვების საშუალებას ამ შემთხვევაში მოსახლეობის განაწილების მიხედვით, მოსახლეობის განაწილებას მოქალაქეობის და მიხედვით, რაც ყოველთვის გვაინტერესებს. საქართველოს მოქალაქეები ამ შემთხვევაში შეადგენენ 96%-ზე მეტს, 96.1% და უცხო ქვეყნის მოქალაქეები 3.4%. ნუ არ არის იდენტიფიცირებული მინიმალური მაჩვენებელი, დასაშვები ნორმა ამ შემთხვევაში 0.5%-ზე ვსაუბრობთ ჩვენ კიდევ ერთხელ საქართველოს მოქალაქეები 96.1% და შეგვიძლია ვნახოთ კიდევ ერთი გრაფიკა ამასთან დაკავშირებით, სადაც ჩვენ ვნახავთ უკვე მოსახლეობის განაწილებას დასახლების ტიპების და მიხედვით და ვხედავთ ამ შემთხვევაში საკმაოდ საინტერესო გადანაწილებას. 62.5% ცხოვრობს ქალაქში, ხოლო 27.5% ცხოვრობს სოფლად. ამ კუთხით ცხადია შეგვიძლია მოვისმინოთ ამ შემთხვევაში შეფასება. 2014 წელთან შედარებით მოსახლეობის რიცხოვნობა გაზრდილია 5.8%-ით, ანუ რიცხობრივ გამოსახულებაში ეს გახლავთ 216,000 კაცი. მოსახლეობის 52% ქალია, ხოლო 48% კაცი. აღწერის შედეგების მიხედვით გამოვლინდა ურბანიზაციის მაღალი მაჩვენებელი. მოსახლეობის 62% ცხოვრობს საქალაქო დასახლებაში, ხოლო 38% სოფლად. ქალაქის მოსახლეობის წილი გასული 10 წლის განმავლობაში გაზრდილია 5%-ული პუნქტით. დედაქალაქის მოსახლეობის რიცხოვნობა შეადგენს 1.321.000 კაცს, რაც 20%-ით, ანუ 223,000 კაცით აღემატება 2014 წლის აღწერის მონაცემებს. თბილისის გარდა მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ქვემო ქართლში. დანარჩენ რეგიონებში კლების ტენდენცია გამოვლინდა. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით ყველაზე კლებად მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ მაღალმთიანი აჭარის, ასევე ცაგერის, წყალტუბოს, ტყიბულის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები. მოსახლეობის 96.1%, ანუ 3.775.000 კაცი საქართველოს მოქალაქეა. მათ შორის 8,865 კაცი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირია. საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა გასული 10 წლის განმავლობაში გაიზარდა 2.5%-ით, ანუ 91,000 კაცით.
მართლაც გრანდიოზული სამუშაოა შესრულებული საქსტატის მხრიდან, თითოეულ ჩვენგანი ვხედავთ ამ ძალიან დიდ სამუშაოს და ცალსახად ჩვენს პლატფორმებზე არაერთხელ გვისაუბრია საქსტატის ხელმძღვანელთან ბატონ გოგიტა თოდრაძესთან ამ საკითხებთან დაკავშირებით და სულ რამოდენიმე გადაცემის წინ სწორედ ბატონი გოგიტა თოდრაძე იყო ჩვენი სტუმარი, სადაც მან ასევე დაანონსა სწორედ გუშინდელი დღე, ანუ ამ საბოლოო მაჩვენებლების გამოქვეყნება და ძალიან საინტერესო ხარ, რატომ არის კიდევ ერთხელ საინტერესო რომ ცოტა უფრო დეტალურად გავუსვათ ხაზი, გარდა ცხადია იმ უმნიშვნელოვანეს ფაქტს რომ ვიცოდეთ რამდენი ვართ, გარდა ამისა როცა ჩვენ ვსაუბრობთ სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, მათ შორის კლიანტთა პროდუქციაზე, უმუშევრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სიღარიბასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ასე შემდეგ, ყველა აღნიშნული საკითხი და პარამეტრის დაზუსტება სწორედ მოქალაქეების რიცხოვნობასთან მიმართებაში არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ზუსტი ციფრი იძლევა შემდგომ ყველა ტიპის მაკროეკონომიკური პარამეტრის დაზუსტების საშუალებას და აქედან გამომდინარე აქცენტის გაკეთებას და მართლა ჩვენ მივიღეთ ეს ციფრები და ეს ციფრები არის ახლა შემდგომი გადაწყვეტილებების ძალიან მნიშვნელოვანი გზამკვლევი და დაუბრუნდეთ ბიზნეს სიახლეებს ჩვენს უმნიშვნელოვანეს პარტნიორ ამბასადორი Island Batum-თან ერთად მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს ამბასადორი Island Batum-ი Luxury Lifestyle Award 2026-ის გამარჯვებულია Luxury Lifestyle Awards-ის 2026 წლის გამარჯვებულს მართლაც განსაკუთრებული დამსახურება ჭირდებოდა და ეს მოახერხა სწორედ ჩვენმა პარტნიორმა ამბასადორი Island Batum-მა, რომელიც მისი მიღწევებით და მისი შთამბეჭდავებით მართლაც ყოველთვის ჩვენ გვანებივრებს. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტმა საერთაშორისო აღიარება 2 ნომინაციაში მოიპოვა ამ თვალსაზრისით Luxury Lifestyle Awards უძრავი ქონების პრემიუმ კლასის სექტორში გამოარჩევს იმ კომპანიებს, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით მაღალი კლასის საცხოვრებელ გარემოს ქმნიან. ყოვლის მომცველი კვლევისა და შეფასების პროცესის საფუძველზე ამბასადორი Island-ის დაჯილდოებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტის ინოვაციურობას, ხარისხის ხედვას და მის გრძელვადიან ეკონომიკურ სარგებლიანობას. აღნიშნული მიღწევა ამბასადორის კუნძულის კიდევ ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას წარმოადგენს, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური ინოვაციური პროექტის, რაც კიდევ უფრო მეტად ამყარებს მის პოზიციას. ამბასადორი Island Batum-ის პროექტი, რომელიც პირველ ხელოვნურ კუნძულს წარმოადგენს შავ ზღვაში, ერთიან ინტეგრებულ გენერალურ გეგმაში აერთიანებს საცხოვრებელ სტუმარმასპინძლობის ბიზნეს, დასასვენებელ გართობის და საზოგადოებრივ სივრცეებს. აღნიშნულ ნომინაციაში გამარჯვება სათანადოდ ასახავს პროექტის უფრო ფართო მასშტაბიან ამბიციას შექმნას ახალი ლოკაცია გლობალურ საინვესტიციო რუკაზე, რომელიც გააფართოებს ქვეყნის ტურისტულ და ეკონომიკურ პოტენციალს, რაც რეგიონში განვითარების სრულიად ახალ სტანდარტებს დაამკვიდრებს. შავ ზღვაში პირველი ხელოვნური კუნძულის პროექტს ამბასადორის ჯგუფი მსოფლიოს წამყვან პარტნიორ კომპანიებთან ერთად მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს. მართლა ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი რამ ამ ფანტასტიკური, უნიკალური პროექტის შესახებ, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ამბასადორ Island Batum-ი არასოდეს არ წყვეტს ასე ვთქვათ ჩვენს გაოცებას და საერთაშორისო ღირებული ვალიდური ჯილდოების მიღებას და ჩვენ ასევე ძალიან სასიამოვნო იყო რომ სტუმრად ყავდა ბატონი გოჩა კამკია ხელმძღვანელი ამბასადორ Island Batum-ის აი უმნიშვნელოვანესი პროექტის ბატონი გოჩამ ძალიან ვრცლად ისაუბრა ჩვენს ეთერში პროექტის შესახებ, თუმცა მას მერე მართლაც ბევრი რამ შეიცვალა პოზიტიური ნიშნით კუნძულზე ვითარდება ყოველდღიურად და მართლაც განსაკუთრებულ ღირებულებას ანიჭებს არა მხოლოდ კომპანიას, არამედ მთელ ქვეყანას, მთელ რეგიონს და აქცევს საქართველოს ნამდვილად ახალ, ასე ვთქვათ, მიზიდულობის ცენტრად და კიდევ ერთ განსაცვიფრებელ, ასე ვთქვათ, შესაძლებლობას თავაზობს საერთაშორისო ინვესტორებს და ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას უთმობთ ხოლმე სწორედ ინვესტორებთან ურთიერთობის ნაწილს და ინვესტორების მოზიდვის ნაწილს. როცა ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებაზე, გუშინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე შევიტყვეთ ამასთან დაკავშირებით, დაკავშირებული Google-თან.
Google Street View უკვე საქართველოსია. Google-მა საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით საქართველოში Google Street View-ს ოფიციალურად წარადგინა. აღნიშნული პროექტი საქართველოს ბუნებას, მრავალფეროვან ქალაქებსა და უძველეს კულტურულ მემკვიდრეობას მსოფლიო ციფრულ რუკაზე წარმოაჩენს. 360 გრადუსიანი პანორამული გამოსახულებების საშუალებით Google Street View საქართველოს დანახვას უფრო ხელმისაწვდომს ხდის მსოფლიოს მოქალაქეების, ტურისტებისა და ინვესტორებისათვის. Google Street View-ს გუნდმა წარმატებით გადაიღო საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 13000 კილომეტრის საავტომობილო გზა, საგზაო ქსელი და მნიშვნელოვანი ტურისტული ლოკაციები, მათ შორის თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ახალციხე, მცხეთა, თელავის, ზუგდიდი, გორი, ოზურგეთი და მესტია. ვირტუალური დათვალიერების სადგებლობის გარდა Street View ხელს უწყობს ციფრული ეკონომიკის ინფრასტრუქტურის განვითარებას და მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას. პროექტი საერთაშორისო ხილვადობას ცენს ადგილობრივ მაღაზიებს, საოჯახო სასტუმროებსა და რესტორნებს. ამასთან Street View მხარს უჭერს საქართველოს ციფრულ მიზნებს, ის ადგილობრივ მეწარმეებსა და დეველოპერებს თავაზობს გაუმჯობესებულ რუკებს და ეხმარება მათ როგორც ტურისტებისათვის, ადგილობრივი მოსახლეობისათვის ახალი სერვისებისა და აპლიკაციების შექმნაში, რაც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას უწყობს ხელს. საქართველოში Street View მხოლოდ გზების რუკაზე დატანას არ ნიშნავს, ეს არის სერლებლობა საქართველოს უნიკალური საგანძური მთელი სოფლიოთვის ხელმისაწვდომი გახდეს და სხვადასხვა კონტინენტიდან მოგზაურებს ქვეყანაში შეაყვაროს ჯერ კიდევ მანამ, სანამ მოგზაურობას დაგეგმავენ. როგორც თავად პროექტის ავტორები განმარტავენ, წარდგენის დრო ემთხვევა საქართველოში ტურიზმის მზარდ დინამიკას. საერთაშორისო მოგზაურები სულ უფრო ხშირად იყენებენ Street View-ს დანიშნულების ადგილების წინასწარ გასაცნობად, პარკირების, სადგებლობების, უბნების, გარემოს, რელიეფის შესაფასებლად, რაც მოგზაურობის დაგეგმვას უფრო კომფორტულს და უსაფრთხოს ხდის. ჩვენ შეგვიძლია შეფასებები მომისმინოთ. თქვენ მრავალ ტურისტს იზიდავთ მთელი მსოფლიოდან, ტურისტებს კი სურთ ნახონ სად მიდიან, რა ადგილები მოინახულეს, სურთ რომ მეგობრებს გაუზიარონ ის ადგილები, რომლებსაც უკვე ესტუმრნენ. ასევე მათთვის მნიშვნელოვანია მოიძიონ ადგილები ფოტოსესიებისთვის. ამას გარდა ეს მნიშვნელოვანია მცირე ბიზნესებისთვის. საქართველოს მცირე ბიზნესებს ახლა აქვთ შესაძლებლობა, რომ რუკაზე მონიშნონ საკუთარი თავი. მართონ ციფრული წარმომადგენლობა და უფრო თავდაჯერებით მოიზიდონ ხალხი. ვიწყებთ თბილისში ფეხით მოსიარულეთა ზონების აღწერასაც, ასევე განვაგრძობთ გზებისა და გზატკეცილების ასახვას. ჩვენ როგორც ქვეყნის ინოვაციების სააგენტო, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ქმნის ახალ შესაძლებლობას ქართული ინოვატორებისთვის, სტარტაპებისთვის, საერთაშორისო აქსელერატორებისთვის და ზოგადად ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად აისახება საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის გაზრდის, მის ციფრულ ტრანსფორმაციის პროცესში, დამატებითი ინვესტიციების შემოტანაში და რა თქმა უნდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში. მილიონობით ადამიანს შეიძლება ექნება დღეიდან საშუალება, რომ საქართველოს 11 ქალაქი ვირტუალურად ნახოს იმ მაღალი ხარისხის გარჩევადობით და გადაღებით, რასაც Google Street View სთავაზობს მსოფლიოს მოსახლეობას. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, ტურიზმის მიმართულებით. თქვენ იცით, რომ ტურიზმი ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელიც წარმოადგენს ტურიზმის ეკოსისტემის განუყოფელ ნაწილს, ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინონ თავიანთი ბიზნესი. დიახ, მართლაც ნახეთ შესანიშნავი შეფასებები და ძალიან კარგი ახსნა მინისტრის მოადგილეს ბატონი ირაკლი ნადარეიშვილის მხრიდან, ასევე ჯიტას ხელმძღვანელის ავთო კასრაძის მხრიდან და ბატონი ავთანდილი ჩვენს ერთ-ერთ უახლოეს გადაცემაში იქნება ჩვენი სტუმარი, სადაც ამ პროექტის შესახებ და არა მხოლოდ ამ პროექტის შესახებ, თუმცა ამ პროექტზე ვრცლად აუცილებლად დეტალურად და ექსკლუზიურად ვისაუბრებთ ამ ნაწილში და რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ საუბრობთ დღეს გნებავთ ეკონომიკაზე ან ნებისმიერ საკითხზე, შეუძლებელია ეს ყველაფერი წარმოვიდგინოთ ფეხბურთის გარეშე, ვინაიდან თან გვდევს მსოფლიო ჩემპიონატის საკითხები და დღის განმავლობაში განსაკუთრებული თემებიც, რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება გარკვეულწილად ამ თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ საქართველოს ასე პირდაპირ არ არის წარმოდგენილი მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა Coca-Cola გვაძლევს საშუალებას, რომ ემოციებით ვიყოთ წარმოდგენილები ამ შემთხვევაში მსოფლიო ჩემპიონატზე. Coca-Cola-ცა და FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის მასშტაბური კამპანია საქართველოს უკვე არის მსოფლიოს საფეხბურთო ზეიმის ნაწილი ამ კამპანიის ფარგლებში. FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატი და Coca-Cola უკვე 10 წლეულებია განუყოფელი პარტნიორები არიან. მსოფლიო ჩემპიონატი მისი ისტორიითა და ემოციებით Coca-Cola-ს გარეშე არის წარმოუდგენელი, ისევე როგორც Coca-Cola-ს გლობალური საფეხბურთო კამპანიები FIFA-ს გარეშე. ეს არის პარტნიორობა, რომელიც მილიონობით გულშემატკივარს მთელს მსოფლიოში აერთიანებს და
ფეხბურთის სიყვარულს დაუვიწყარ გამოცდილებად აქცევს. ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას კომპანია Coca-Cola Bottlers Georgia გულშემატკივრებისთვის საქართველოში განსაკუთრებულ საფეხბურთო ზეიმს ქმნის მსოფლიო ბრენდმა FIFA-ს გლობალური პარტნიორები Kia და McDonald's საქართველოში გააერთიანა იმისათვის, რომ ფეხბურთის გულშემატკივრებს დაუვიწყარი ემოცია, გამორჩეული პრიზები და მრავალფეროვანი აქტივობები შეთავაზოს. ეს უნიკალური თანამშრომლობა მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად მიიღოს სრულად ახალი გამოცდილება და თავად გახდეს წლის ყველაზე მასშტაბური საფეხბურთო მოვლენის ნაწილი. გრანდიოზული კამპანია, რომელიც ფეხბურთის მოყვარულებს აერთიანებს 1 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს Coca-Cola-ს მასშტაბურ საპრიზო კამპანიაში ჩაერთონ და ისეთი გამორჩეული პრიზები მიიღონ, რომელიც ემოციებით ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასშტაბს შეესაბამება. მომხმარებლის ცხოვრების ხარისხზე ახდენს გავლენას და მათთვის კომფორტს ქმნის. რატომ ირჩევენ და ყიდულობენ მომხმარებლები Coca-Cola-ს? გარდა იმისა, რომ Coca-Cola მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და ხარისხიანი ბრენდია, ასევე კომპანია მუდმივად ცდილობს ადამიანების ყოველდღიურობა უფრო სასიამოვნო და კომფორტული გახადოს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მიმდინარე მასშტაბური საპრიზო კამპანიაც, რომელიც მომხმარებელს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ფეხბურთის სიყვარულთან ერთად ცხოვრების ხარისხის გაიუმჯობესონ. კამპანიაში მონაწილეობის მიღების წესები მარტივია. მომხმარებლებმა უნდა შეიძინონ Coca-Cola კლასიკი, Coca-Cola Zero, Fanta პორტოხალი ან Fanta ბროწეული ყვითელი თავსახურით. ბოთლის ეტიკეტზე დატანილი QR კოდის საშუალებით გადმოწერონ აპლიკაცია Coca-Cola Rewards Georgia და შემდეგ ამავე აპლიკაციაში თავსახურისკენ მოთავსებული 10 ნიშნა კოდი შეიყვანონ. თითოეული შეყვანილი კოდი გათამაშების 1 ბილეთია. გრანდიოზული ფინალი, გამარჯვებულები 2026 წლის 19 ივლის 20 საათზე პირდაპირ ეთერის ფორმატით სპორტული მაუწყებლის სეტანტას სატელევიზიო და ციფრულ პლატფორმებზე, ასევე Coca-Cola Bottlers Georgia-სა და Kia Georgia-ს Facebook Live-ის მეშვეობით გამოვლინდებია. FIFA-სა და Coca-Cola-ს გრანდიოზულ საპრიზო კამპანიას 5 გამარჯვებული ეყოლება. პირველი გამარჯვებული 5000 ლარიანი სამოგზაურო ვაუჩერით, მეორე გამარჯვებული 10000 ლარიანი სამოგზაურო ვაუჩერით, მესამე გამარჯვებული Sony ტელევიზორის და PlayStation 5-ით, დაჯილდოვდება მეოთხე გამარჯვებული gaming კომპიუტერის კომპლექტით და მეხუთე გამარჯვებული სრულად ახალი ელექტროავტომობილის Kia EV6-ის მფლობელი გახდება. ეს მართლაც უნიშნულოვანესი პრიზია. Kia EV6 მთავარი პრიზი, რომელიც მომავლის მართვის გამოცდილებას გვთავაზობს. ეს არის მართლაც უნიშნულოვანესი პრიზი, თავდაპირველად ელექტრომობილების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი. ეს ავტომობილი არ შექმნილა ადაპტირებული ბენზინის მანქანის საფუძველზე, არამედ ის თავიდანვე მხოლოდ ელექტროპლატფორმისთვის შეიქმნა, რაც ამ ავტომობილს აძლევს საშუალებას უფრო მეტი კომფორტის, ეფექტურობის და სივრცის ფლობის. საკმაოდ საინტერესო ამ შემთხვევაში მაჩვენებლებია ამ თვალსაზრისით, ცხადია თავის ელეგანტურ დიზაინთან ერთად. ამ თვალსაზრისით მომხმარებლებს ჯამში მუდმივად ექნებათ შესაძლებლობა Coca-Cola-ს აპლიკაციაში დაგროვებული ქულები მრავალფეროვან და მათთვის სასურველ ვაუჩერებში გადაცვალონ. კიდევ ერთხელ მათ შორის McDonald's-ის მინი თამაშებში შეუძლიათ იყვნენ ჩართულები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ქმნით დაუვიწყარ მომენტებს Coca-Cola-სთან ერთად და Coca-Cola გვაძლევს ამის საშუალებას, რომ გავხდეთ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის განსაკუთრებული ისტორიის ნაწილი. მართლაც შეიძლება ითქვას, რომ Coca-Cola გვაძლევს შესაძლებლობას ვიყოთ ჩართული ემოციურად ბევრი კუთხით, ბევრი თვალსაზრისით სწორედ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის ნაწილში. ამ თვალსაზრისით ცხადია ჩვენ კიდევ ერთხელ ვუერთდებით და სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას, სიამოვნებით გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას. Coca-Cola-ს და FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის პარტნიორობა უკვე მრავალ წელს ითვლის. Coca-Cola მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური პარტნიორი 1978 წელს გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოფიციალური პარტნიორობა და მეგობრობა უკვე 48 გრძელ წელს ითვლის. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ყველაზე გრანდიოზული და საინტერესო იქნება სამი მასპინძელი ქვეყნით, რომელიც არის შეერთებული შტატები, კანადა და მექსიკა. რაც იმას ნიშნავს, რომ ვნახავთ კიდევ უფრო მეტ მატჩს, კიდევ უფრო ბევრ გულშემატკივარს და კიდევ უფრო მეტ თამაშს. ესეთი ისტორიული ფაქტის და ღონისძიების აღსანიშნავად Coca-Cola Bottlers Georgia-მ დაანონსა ყველაზე დიდი სასპონსორო კამპანია და სარეკლამო კამპანია
რომელიც მოიაზრებს ყველაზე დიდ გათამაშებას და გათამაშებაში რეალურად მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ისეთი გრანდიოზული პრიზები, რომელიც ესეთ ისტორიულ ღონისძიებას შეესაბამება. რეალურად Coca-Cola-ს გუნდი ყოველთვის ცდილობს, რომ მიუხედავთ იმისა, ესეთი დიდი გრანდიოზული და ყველასთვის საყვარელ ბრენდისთვის მუშაობთ, როგორც არის Coca-Cola, მიუხედავად ამისა, ჩვენ მომხმარებელს შევთავაზოთ ყოველდღიური სიახლეები, გავუხალისოთ დღე, ყოველდღიური სიახლეები და გონი ცოტა აურიე, ხო? კი. მიუხედავად იმისა, რომ Coca-Cola არის ბრენდი, რომლისთვის ყველასთვის ცნობილია და ყველასთვის საინტერესო და სახალისო არის, ჩვენი გუნდი ყოველთვის ცდილობს, რომ შევთავაზოთ მომხმარებელს ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო ღონისძიებები, გათამაშებები, რომლებიც ამ ყოველდღიურ ცხოვრებას კიდევ უფრო სახალისოს და საინტერესოს გახდის. ყოველივე ამას რეალურად ეხმაურება ჩვენი მიმდინარე გრანდიოზული საპრიზო კამპანია. კამპანიაში მონაწილეობის მიღება ძალიან მარტივი არის, მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს Coca-Cola კლასიკური, უშაქრო, ფანტა ბროწეული და ფანტა პორტოხალი, უკვე ფანტას ჩაერთო ჩვენ საპრიზო გათამაშებაში და აღმოაჩინოს თავსახურის ქვეშ დატანილი 10 ციფრა კოდი, რომლის აპლიკაციაში შეყვანის შემდეგ უკვე მიიღებს გათამაშების ერთ ბილეთს. რეალურად ყოველი შეყვანილი 10 ციფრა კოდი ერთი გათამაშების ბილეთი არის და ამავდროულად ყოველ შეყვანილ კოდზე მომხმარებელი აგროვებს ქულებს, რომლის გადაცვლა შეუძლია ნებისმიერ მომენტში სასაჩუქრე ვაუჩერებში, როგორც საპრიზო კამპანიის მიმდინარეობის პერიოდში, ასევე საპრიზო კამპანიის დასრულების შემდეგ ნებისმიერ მომენტში. გათამაშების გრანდიოზული პრიზების გამოვლენის ცერემონია გაიმართება 19 ივლისს პირდაპირ ეთერში საღამოს 8 საათზე. აქ უკვე Setanta Sports-ის როგორც ციფრულ პლატფორმა და სატელევიზიო პლატფორმაში გამოცხადებიან გამარჯვებულები, ასევე Coca-Cola Bottlers Georgia's და Kia Georgia's Facebook გვერდზე live ტრანსლაციის მეშვეობით. ალბათ ყველას აინტერესებს რა არის ჩვენი გრანდიოზული და მთავარი პრიზები. აქ რეალურად უკვე Kia-ს გუნდი არის ჩართული აქტიურად და მთავარი გრანდიოზული პრიზი არის სრულიად ელექტრო ავტომობილი Kia-სგან, რაც არის Kia EV7 G-Line მოდელი. ალბათ ეს იქნება ყველაზე გრანდიოზული და მოთხოვნადი პრიზი. პარალელურად დაგეგმილი გვაქვს ძალიან ბევრი სიახლე და გათამაშება, მინი თამაშები აპლიკაციაში, რომელზეც შეუძლია ყველას ჩაერთოს და ყველას გამოვლინდეს და დასაჩუქრდეს. მაგალითად, McDonald's გუნდი გამოავლენს ყოველკვირეულად 3 გამარჯვებულებს. აპლიკაციაში მიმდინარეობს მინი პრიზები და მინი თამაშები, რომლის მეშვეობითაც ყველა მომხმარებელს შეუძლია ლიდერბორდში დაიკავოს ყველაზე მაღალი ადგილი და დასაჩუქრდეს. Setanta Sports-ის გუნდი ყოველდღიურად 12 საათზე კითხვას გამოავლენს, რომელსაც ყველაზე მეტი დაგროვილი სწორი პასუხის მომხმარებლები მიიღებენ გათამაშებას და შესაბამისად პრიზებს. რეალურად ძალიან ბევრი სიახლე და საინტერესო მოვლენები არის დაგეგმილი და ყველას მოუწოდებ, რომ ჩაერთოს ესეთ აქტიურ ღონისძიებაში. დღეს, როდესაც ბაზარზე ბევრი მსგავსი კარგი შეთავაზება არსებობს, განსხვავებას ქმნის ის გამოცდილება, რომელსაც ავტომობილის შეძენისა და ფლობის განმავლობაში ვთავაზობთ მომხმარებელს. Kia საქართველოს ნამდვილად ქმნის საქართველოს ბაზარზე ფლობის განსხვავებულ გამოცდილებას. ჩვენი მთავარი ღირებულებაა სანდოობა, გამჭვირვალობა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომები. გვინდა და ვცდილობთ, რომ Kia საქართველოსთან ურთიერთობის ყოველი ეტაპი იყოს მარტივი, გასაგები და სასიამოვნო. ამ ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი სიახლეა ჩვენი Coca-Cola-სთან პარტნიორობა. Kia გლობალურად მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური პარტნიორია უკვე წლებია და ერთ-ერთი მთავარი გლობალური პარტნიორია ასევე Coca-Cola. სწორედ ამ საერთო ღირებულებებმა გაგვაერთიანა და საქართველოში ჩვენს მომხმარებლებს თავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას მოიგონ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და აღიარებული სრულად ელექტრომობილი Kia EV6. ეს პარტნიორობა მხოლოდ ამ ავტომობილის გათამაშებით არ შემოიფარგლება და ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში მომხმარებელს პირდაპირ ბევრ სიახლეს და სასიამოვნო გამოცდილებას. ერთ-ერთი მათგანი იყო სწორედ მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის საღამო, სადაც შევკრიბეთ Kia-ს ავტომობილის მფლობელები, პარტნიორები და მეგობრები და ამ საღამომ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანების საერთო ემოციისა და შთაგონების ირგვლივ გაერთიანება და რომ მთავარ ღირებულებას სწორედ მსგავსი გამოცდილებები ქმნის. ჩვენც ვცდილობთ, რომ მსგავსი გამოცდილებების შექმნით მომხმარებლებისთვის ვიყოთ ბაზარზე უპირატესი. მართლაც ვხედავთ, რომ Coca-Cola გვაძლევს შესაძლებლობას სხვა ემოციური მუხტი მივიღოთ მსოფლიო ჩემპიონატიდან. კიდევ ერთხელ ამ შემთხვევაში ჩვენ ქართულ ფეხბურთელებს ვერ ვქომაგობთ, მაგრამ Coca-Cola აი ამ თავისი გრანდიოზული გათამაშები და აი ამ გლობალური კამპანიაში საქართველოს ჩართვის შესაძლებლობით გვაძლევს მართლაც იმ დაუვიწყარ ემოციას, რომელიც შეგვიძლია მივიღოთ მსოფლიო ჩემპიონატიდან. მადლობა ამისთვის Coca-Cola-ს აი ამ შესანიშნავ პრიზებთან ერთად და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად თითოეული ჩვენგანი Coca-Cola-ს აქტიური მომხმარებელი ყოლა აქტიურად ვერთვებით ამ კამპანიაშიც. დღეს კი Business Insider-ი ამით დასრულებულია. ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეები თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე Business Insider-ში. მე კი ხვალამდე გემშვიდობებით.